მანამ სანამ გავაგზავნებთ ნაციონალიზმის დეფინიციებს სხვადასხვა ავტორების მიერ, მანამდე სასარგებლოა ვთქვათ, რომ თვით საგანი ნაციონალიზმი მეცნიერთა დაკვირვების სფეროში საკმაოდ გვიან მოექცა. ბევრი ავტორი აღნიშნავს, რომ ნაციონალიზმის შესახებ კვლევები და კვლევები იმის შესახებ რა არის ერი, რა არის სახელმწიფო და რა კავშირია პირველსა და მეორეს შორის და როგორ წარმოიშვა ნაციონალიზმი. აი ამ ნაშრომთა უმრავლესობა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გაცილებით უფრო ღირებულია და საინტერესოა, ვიდრე ყველა დანარჩენ ეპოქებში დაწერილი, რაც კი ყოფილა ამის შესახებ. ამის მიზეზად სხვადასხვა ავტორები ასახელებენ ერთი და იგივეს, ეს არის თვით ამ ტექსტების ნაციონალისტური და რასისტული პათოსით გაჟღენთილობა. და მას შემდეგ, რაც ნაციონალისტური ეპოქა დაძლეული იქნა, უკვე გახდა შესაძლებელი ამ ფენომენის რაციონალური ანალიზი. და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს სხვადასხვა ავტორებმა ნაციონალიზმზე თეორეტიზირება და ამაზე ღირებული ნაშრომების და ანალიზის წერა. თუმცა ჩვენ იმის თქმაც არ შეგვიძლია, რომ ნაციონალიზმის ეპოქა, ასე ვთქვათ, გავიდა და წარსულს ჩაბარდა. ეს რა თქმა უნდა ესე არ არის, ამას მოწმობს თუნდაც საბჭოთა კავშირის ბრევა, თუნდაც ახალი ნაციონალისტური კერები, რომელიც მსოფლიოში დღესაც არის. ასე რომ ნაციონალიზმი რომ მივიჩნიოთ ჩვენ რაღაც გარდავლილ ფენომენად, რომელიც წამოწულა თავისი თავი და აღარ მოქმედებს დღევანდელ მსოფლიოში, ეს იქნება მცდარი დაშვება და ჩვენ ამ დაშვებას არც გავაკეთებთ, რა თქმა უნდა. თუმცა კვლავ ვიმეორებ, მეცნიერები როგორც მინიმუმ გამოვიდნენ ამ დისკურსიდან და შეუძლიათ ფენომენზე გარედან დაკვირვება, რაც რა თქმა უნდა სოციალურ მეცნიერებებში ფუძემდებლური პოზიციაა. მას ასე განვაგრძოთ ნაციონალიზმის დეფინიციები, შემოგთავაზებთ ჯონათან ჰელმის დეფინიციას, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის. ნაციონალიზმი ქმნის ურთიერთდაკავშირებული მოთხოვნების სისტემატიზაციას, მოსახლეობის სახელით, იდენტობაზე, იურისდიქციაზე, ტერიტორიაზე, ლეგიტიმაციაზე, სახალხო სუვერენიტეტი და კომუნიკაციაზე, წერა-კითხვის და ბეჭდური სიტყვის გავრცელება. რა თქმა უნდა, ყველა ამ პუნქტს რო ჩამოვყვეთ, ნაციონალიზმი რა თქმა უნდა მოქმედებს მოსახლეობის სახელით და ეს შეიძლება ხშირად პროპაგანდისტულად გამოიყენებოდეს, ხშირად კი არა, უმეტესად პროპაგანდისტულად გამოიყენება. მოსახლეობის სახელით მოქმედება და ყველა თავისი მთავრობას გულისხმობს, მმართველობას გულისხმობს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის სახელით მოქმედება არის ყოველთვის მათი გამართლების და ლეგიტიმაციის საშუალება. და სწორედ ნაციონალიზმში ხდება ეს ყველაფერი, ნაციონალიზმის გარეშე მოსახლეობის სახელით მოქმედება და მოსახლეობის სახელით რაღაც სულების კეთება არ გამოვიდოდა. იდენტობაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ და ამაზე აღარ შევჩერდებით. იურისდიქციაზე ახდენს ნაციონალიზმი მოთხოვნას, რომ რაც ებნის ტერიტორიაზე მოთხოვნასაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ ტერიტორიაზე საკუთარი იურისდიქციის დამყარება არის ნაციონალიზმის წინაპირობა. ლეგიტიმაცია, რომელზეც ასევე უკვე ვისაუბრეთ, რომ მართლაც სჭირდება ლეგიტიმაცია ნაციონალიზმის საშუალებით, რათა კონდეს ძალაუფლება. და რა თქმა უნდა, კომუნიკაცია, რომელიც ხორციელდება იმ ენის გავრცელებით, რომელიც სახელმწიფო ენად არის აღიარებული და სხვადასხვა ავტორები ხას უსვამენ სწორედ ბეჭდური სიტყვის გავრცელებას, ყველაზე მეტად ამის აქცენტირებას ახდენს ბენედიქტ ანდერსონი, რომელსაც ჩვენ მატერიალში გავეცნობით აუცილებლად. სწორედ ბენედიქტ ანდერსონი წერს, რომ ნაციონალიზმის გავრცელება პირველ რიგში უკავშირდება ბეჭდური სიტყვის წარმოშობას, საბჭოთა კორპორაციების შექმნას და გაზეთის გამოცემას, რომელიც აი ამ წარმოსახვის საზოგადოებას ქმნის, სადაც
ერთ ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანები ერთ და იგივე ენაზე კითხულობენ და ამითი წარმოიდგენენ, რომ კიდევ სხვა მრავალი მათი თანა ერთ და იგივე ერის წარმომადგენელი იგივე მოქმედებას აკეთებს. განმოგზოთ და ვისაუბროთ ნაციონალიზმის განვითარებაზე, მიროსლავ ხროშს აქვს ძალიან საინტერესო თეზისი ამის შესახებ, დავიწყოთ მისი თეზის პირველი ნაწილით. ნაციონალიზმი სახელმწიფოს სხვადასხვა რეგიონებში და სოციალურ ჯგუფებში არათანაბრად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ დაჯგუფებაში შეაღწევს იგი პირველად, მოსახლეობის ძირითადი მასა, მუშახელი, მოსამსახურე და გლეხი მას ბოლოს შეიძინებს. ამ თეზისში, რომელიც შეგვიძლია ჩვენ პირობითად ორ ნაწილად გავყოთ, ამ პირველი ნაწილი ის, რომ ნაციონალიზმი სხვადასხვა რეგიონებში და სოციალურ ჯგუფებში არათანაბრად ვითარდება, იგულისხმება ის, რომ ასაც ბევრი კონსტრუქტივისტი ასე ვთქვათ ეთანხმება, რომ ნაციონალიზმი როგორც იდეოლოგია წარმოიშობა ცენტრებში, ხოლო ტერიტორიის, რომელიც შეიძლება ჯერ იყოს სახელმწიფო, ან ჯერ არ იყოს სახელმწიფო, ამ ტერიტორიის რეგიონებში და რთულად მისასვლელ ადგილებში ნაციონალიზმი და ეს ეროვნული ცნობიერება შედის უფრო გვიან. ეს თავისთავად გასაგებია თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ნაციონალიზმი ზემოდან ქვემოთ ვითარდება, ანუ მმართველი ელიტები ან ინტელექტუალები ქმნიან პოლიტიკურ და თეორიულ და სოციალურ რა თქმა უნდა დისკურსს, რომელსაც ისინი ავითარებენ სხვადასხვა საშუალებებით, მაგალითად გაზეთის ფურცლებზე, ან სახალხო გამოსვლებით, ან ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ამ თეზის თუ დავუშვებთ, მაშინ ლოგიკურია, რომ მეოთხე მისადგომ რეგიონებში, მიღრმობილ სოფლებში და ასე მთიან რეგიონებში ეს დისკურსი უფრო გვიან შევა. ასევე ლოგიკურად გამომდინარეობს ამ თეზისის მეორე ნაწილი, რომ მუშახელი, მოსამსახურე და გლეხი, რომლებიც ძირითად ნაწილს წარმოადგენს საზოგადოების, ამ ცნობიერებას ბოლოს იღებენ. ეს კვლავ კონსტრუქტივისტული მიდგომის მიხედვით, როდესაც ზემოდან ქვემოთ ხდება ნაციონალიზმის გავრცელება, ეს ლოგიკური დაშვებაა, ლოგიკურად გამომდინარეა ეს თეზისი, ხოლო ჩვენ განვაგრძობთ ხროშზე საუბარს და ნაციონალიზმის განვითარების საფეხურებზე საუბარს და აქ ავხსნით ზუსტად რატომ არის მნიშვნელოვანი სწორედ აი აქ მოსახლეობის ძირითად მასებში გადასვლა ამ გრძნობის. მას ასე ხროში ნაციონალიზმის განვითარებას ყოფს სამ ფაზად. ფაზა A-ში ხდება ხროში ესახსნის კულტურული, ლიტერატურული და ფოლკლორული არის, ხოლო ეს ფაზა არანაირი პოლიტიკური ან ეროვნული მიღწევები აქ არ არის. აქ იგულისხმება ისეთი ბანალური ნაციონალიზმები, როგორც შეიძლება იყოს ან სახალხო სიმღერებში, ანდაზებში, ლიტერატურაში, რომელსაც ჯერ კიდევ არც კი ქვია, რომ ეს რამე ნაციონალისტურია ან რაღაც ეროვნული იდეები და შიგნით. ამას შემდეგ იყენებენ ის ადამიანები, რომლებიც უკვე ფაზა B-ში მოქმედებენ. ეროვნული იდეების პიონერები, ნაციონალისტურად განწყობილი სამხედრო მეთაურები, იდეის პოლიტიკური კამპანიის საწყისები. ანუ აი აქ ხდება ნაციონალისტური იდეის პოლიტიკური კამპანიის საწყისები და სწორედ აი ეს ადამიანები ქმნიან მითებს ეროვნული წარსულის შესახებ და სწორედ აი ამ რაც ფაზა A-ში იყო, აი კულტურული ლიტერატურული ფოლკლორული მასალებს, მატერიალს ისინი უხვად იყენებენ იმისათვის, რომ პოლიტიკური, ნაციონალისტური იდეოლოგიით გაჟღინთონ და მიაწოდონ ეს მასებს. ერნესტ რენანს აქვს ესეთი ფრაზა ნათქვამი, რომ არც ერთი ერი არ არსებობს საკუთარი ისტორიის გაყალბების გარეშე. ამ გაყალბებაში არაფერი ისეთი დრამატული არ იგულისხმება, აქ არის უბრალოდ მითოლოგიზება და რაღაც საკუთარი ერის წარმოჩენა როგორც უფრო
ძველი ვიდრე თვით ისტორია და მარადიული და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა წარმოშობს იმ ემოციას და იმ მუხტს, რომელიც საჭიროა მასებში ნაციონალისტური სულისკვეთების გასაშლელად. და ფაზა C, სადაც ნაციონალური პროგრამები იღებენ იმ მასების მხარდაჭერას, რომელთა ნების გამომხატვერებადაც ისინი საკუთარ თავს ყოველთვის მიიჩნევენ. სწორედ ეს არის ის ფართო მასა საზოგადოების, რომელშიც წინა რამოდენიმე წუთის წინ ვისაუბრეთ, და სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ვიწრო ლოკალური ჯგუფებიდან ნაციონალური იდეები და პროგრამები გადადიან მასებში და ამითი უკვე პროცესი ხდება შეუქცევადი. ამ შემთხვევაში იდეოლოგია ხდება საყოველთაო, ეროვნული სახელმწიფო და ერი ხდებიან უმაღლესი ღირებულებები და ამით ნაციონალური პროგრამა თავის მიზანს აღწევს. ბევრი კამათია და ჩვენ ამ კამათებს ხშირად მიუბრუნდებით ძალიან, ჩვენ უკვე თქვით კონსტრუქტივისტები, ანუ კამათს გულისხმობ მე ნაციონალიზმის მკვლევართა სხვადასხვა შტოებში. მე-20 საუკუნის მიწურულის ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, ჭიდილი იყო მოდერნისტებსა და პრიმორდიალისტების შეიძლება პრიმორდიალისტებს შორის. თუმცა პრიმორდიალისტებს შემდეგ გამოყვა ენტონი სმიტი, რომელიც ენას გელნერის მოწაფე იყო. გელნერი გახლავთ მოდერნისტი, ენტონი სმიტმა კი შემოიღო ეთნოსიმბოლიზმი, ესეთი მიმდინარეობა. ჩვენ ამას შემდეგ მივუბრუნდებით, მანამდე კი უბრალოდ შესავლის სახით რო ვთქვათ, როგორ მიიჩნევენ, რა ქრონოლოგიით აყენებენ სმიტი და გელნერი ერებს და ნაციონალიზმს. მაშასე სმიტი ამბობს, რომ ერები როგორც სოციალური ერთობები გარკვეული პირობების ქვეშ ქმნიან ნაციონალიზმს. გელნერი მანამდე ამბობდა, რომ ნაციონალიზმი როგორც სოციალურ-პოლიტიკური პროცესი პირველ რიგში ქმნის ერებს. ანუ აქ ქრონოლოგიურად სმიტი ამბობს, რომ ერი არსებობდა და ამის შემდეგ ქმნის იგი ნაციონალიზმს გარკვეული პირობების შემდეგ, ხოლო გელნერი პირიქით ამბობს, რომ სწორედ ნაციონალიზმი ნაციონალიზმის პროდუქტია ერი. რა თქმა უნდა, ეს არის ფუნდამენტური სხვაობა და ამაზე არაერთი დებატები გამართულა. ჩვენ რა თქმა უნდა გავეცნობთ ამ დებატებს და ჩამოვაყალიბებთ მათ პრო და კონტრა არგუმენტებს, რომელიც ძალიან საინტერესო დებატებია. აქ მთავარი არის ის, რაც ჩვენ ისევ ერის ცნებას უბრუნდებით. ენტონი სმიტის ეთნოსიმბოლისტური გაგება ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აკეთებს ესეთ დაშვებას, რომ ერები გარკვეული სახით ყოველთვის არსებობდნენ და მათ აკავშირებთ საერთო, აი აქ სწორედ სმიტის ერის კონცეფციაა ჩამოყალიბებული, ერი როგორც სახელდებული ერთობა ფლობს ისტორიულ ტერიტორიას, საერთო მითებსა და მოგონებებს, საერთო საჯარო კულტურას, საერთო კანონებს და წესჩვეულებებს. ეთნოსიმბოლიზმი სწორედ ცდილობს, რომ აი ესეთი სიმბოლური კულტურული ელემენტებით ამოიცნოს სხვადასხვა ერთობებში ერის ელემენტები. შეიძლება სმიტი იმასაც ამბობს, რომ შეიძლება თანამედროვე ერი ძნელად თუ ეწოდებოდეს და თანამედროვე სახელმწიფო მით უმეტეს არ გააჩნდათ, თუმცა აი ეს საერთო ცნობიერება ეროვნული მიკუთვნილობისა სმიტის მიხედვით ყოველთვის არსებობდა გარკვეულ ერთობებში. ერიკ ჰობსბაუმი, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე უკვე ვახსენეთ, ასევე კონსტრუქტივისტთა რიცხვს მიეკუთვნება და სმიტის განსხვავებით იგი მიიჩნევს, რომ ერები წარმოიქმნებიან ეროვნული სახელმწიფოების და ნაციონალიზმის შექმნის შედეგად და არა პირიქით. ეს გელნერის ხაზის გაგრძელებაა, რა თქმა უნდა. და ეს მოკლედ რომ ვთქვათ, მოდერნისტებსა და პრიმორდიალისტებს და ეთნოსიმბოლისტებს შორის მთავარი სადაო საკითხი სწორედ ეს არის. ამით ძირითადი ცნებების განსაზღვრას ჩვენ დავამთავრეთ და შემდეგ ლექციაში უკვე ნაციონალიზმის ტიპოლოგიაზე ვისაუბრებთ.